კუნმინგი, იუნანის პროვინციის დედაქალაქი. ეს არის მწვანე, სუფთა და თანამედროვე ქალაქი, რომელსაც ყვავილების სამეფოსაც უწოდებენ. პირველი, რაც აქ თვალში მოხვდებათ, ბუნების სიმწვანისა და მრავალფეროვნების სიყვარულია. ეს მცენარეების კედლები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე სათითაოდ მოვლილი და კოხტად ჩალაგებული მცენარეებით დამშვენებული ღობეები თითქმის მთელ ქალაქშია გადაჭიმული. ეს მონუმენტები კი კუნმინგის ეთნიკურ ჯგუფებს გამოსახავს. ზუსტად იმდენი მონუმენტია, რამდენი ეთნიკური ჯგუფიც ცხოვრობს კუნმინგში. ცნობილია მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფებით, აქ დაახლოებით 50 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. შესაბამისად, ეს მონუმენტები, რომელიც ჩემს ზურგს უკან ჩანს, ამ ეთნიკურ ჯგუფებს ასახავს და სწორედ იმდენი მონუმენტია, რამდენი ეთნიკური ჯგუფიც ცხოვრობს. იუნანის პროვინციის მოსახლეობა 46 მილიონს შეადგენს და პროვინციას მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვნას უწოდებენ მასში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების რაოდენობის გამო. ჩინეთში სულ 55 ეთნიკური ჯგუფია და აქედან 25-ის წარმომადგენლები სწორედ იუნანში ცხოვრობენ. კუნმინგი ჩინეთის სამხრეთ იუნანის პროვინციის თანამედროვე დედაქალაქია. მისი მეორე სახელია ყვავილების სამეფო. კუნმინგის ტერიტორიის 50%-ზე მეტი დაფარულია ტყეებით. ეთნიკური ჯგუფები კი მთლიანობაში მოსახლეობის 15.72%-ს შეადგენს.